პირველი ამოცანა? უპირველეს ყოვლისა ამ აქციებსაც შეეხება რამდენიმე მომენტს ალბათ მნიშვნელოვანია რომ ხაზი გაუსვათ და ჩვენი საზოგადოებაც მნიშვნელოვანია რომ დაფიქრდეს. პირველი შეეხება ძალადობას მანიფესტაციის თუ აქციების დროს ჩვენ სამწუხაროდ ამ დღეებში ვიხილეთ ისეთი სახის ძალადობა რომელიც მე პირადად არც კი მახსენდება ქართული ასე ვთქვათ აქციების ისტორიიდან რომ მოლოტოვის კოქტეილები იქნა გამოყენებული მათ შორის პარლამენტის შენობაში თქვენს აღნიშნეთ გაჩნდა ცეცხლი და მნიშვნელოვანია მე მგონი რომ საზოგადოება დაფიქრდეს საიდან მოდის ეს აგრესია ამ შემთხვევაში აქციის მონაწილეთა ნაწილის მხრიდან და ამას სჭირდება დროული გამიჯვნა, დაგმობა და ანალიზი რომ ზოგადად აქციები არის დემოკრატიის თამდევი პროცესი ყველა ქვეყანაში სხვაგანაც ვაკვირდებით თუმცა ქართული კულტურა მაინც გულისხმობდა რომ არ ყოფილიყო აგრესია. ვერ გეტყვით ახლა მათ შორის იცით დაკავებულები იყვნენ ადამიანები შინაარსად სამინისტრო შესაბამის სტრუქტურები გამოიძიებენ რა თქმა უნდა საიდან მოდიოდა ეს ყველაფერი ჩვენ ნახეთ პოლიტიკოსების ძალიან ცუდი ჩარევა ამ პროცესში მათი ორგანიზებით იყო ფაქტობრივად როცა დაიწყო ეს ძალადობრივი ქმედებები როდესაც ერთ-ერთმა პოლიტიკოსმა მოუწოდა პიკეტირებისკენ პარლამენტის პიკეტირებისკენ რასაც საბოლოო ჯამში მოყვა ძალადობა პარლამენტის შენობაზე. ამიტომ ეს ერთი საკითხი შეეხება ამას. მეორე რაც შეეხება თავად აქციას აქაც უნდა ჩვენი დასკვნები გამოვიტანოთ რა თქმა უნდა. მე ვფიქრობ რომ ჩვენ რაც ვიხილეთ ის იყო ძალიან დახვეწილი ტალღა დეზინფორმაციის და პროპაგანდის რომელიც გავრცელდა ამ საკითხის გარშემო ფაქტობრივად პროექტი ჯერ ხაღალძეც არ იყო დატანილი ანუ ინიცირებულიც კი არ იყო პროექტი როდესაც ის დაიბრენდა როგორც რუსული კანონი და ძალიან საინტერესოა თუ კი მიადევნებს მაყურებელი ან მედია თვალს უკან შეხედავს ვისგან წამოვიდა როგორ დაიწყო როგორ განვითარდა ეს ტერმინი როგორ დამკვიდრა და რა კონტექსტში იყო გამოყენებული ფაქტობრივად ზიზღის გამაღვივებელი ტერმინი, ვინაიდან, როდესაც ჩვენ საუბრობთ, რა თქმა უნდა, ვაკავშირებთ რაღაც პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს რუსეთთან, ამითი პირდაპირ ვქნით მტრის ხატს. როგორ წამოვიდა, როგორ განვითარდა? აი, მტრის ხატი იქნება და შესაბამისად ეს ობიექტი უნდა გახდეს ზიზღის ობიექტი და ასე ვთქვათ, სიძულვილის ობიექტი და ამანაც მოგვიტანა საბოლოო ჯამში ეს აგრესია, რომელიც ამ აქციაზე იყო, იმდენად ასე ვთქვათ, სიძულვილი გამოიწვიეს განსაკუთრებით ახალგაზრდობაში და ჩვენ ნახეთ, რომ თინეიჯერები იყვნენ განსაკუთრებით ამ საკითხში ჩართული. არ ვიცი, ყველამ შეხედოს და დააკვირდეს, როგორ მოდიოდა ეს პროცესი, როგორ იწყება, საინტერესო არის თავად ანალიზისთვის, ფაქტია, რომ ეს იყო ძალიან დახვეწილი პროპაგანდისტული სვლა, იმიტომ რომ დღესაც იყო ინფორმაცია კანადაში მსგავსი კანონპროექტის განხილვის და ამ ნაწილსაც ბატონო შალვა მანამდე თქვენი თანაგუნდელები ბოლო ორი დღე ამბობენ რომ პროექტის პირველი მოსმენით მიღება იყო შეცდომა არა იმიტომ რომ შინაარსით არ შეესაბამება დღევანდელ ინტერესს არამედ როგორც ჩანს ვერ შეძელით საზოგადოებამდე მისი სწორად მიტანა სწორედ აი ამ ნაწილზე რაც თქვენ უკვე აღნიშნეთ მინდა რომ გავამახვილოთ ყურადღება ასევე ამბობთ რომ აქციის მონაწილეები შეცდომაში სწორედ ოპოზიციამ შეიყვანა რა გაჩვენათ აი ამ პროცესმა და რამდენად იყო საჭირო მათ შორის საზოგადოებისთვის იმ დეტალების ახსნა, რა დეტალებიც იყო ასახსნელი პროცესის დაწყებამდე. უპირველეს ყოვლისა, ყველაზე მარტივი პროპაგანდა მაშინ არის, როდესაც რაღაც მარტივ სლოგანამდე დადის ეს და ამ შემთხვევაში მოახერხა ეს სწორედ რადიკალურმა ჯგუფმა ოპოზიციის რომ დაებრენდათ როგორც რუსული კანონი. არადა შემდეგ ყველამ ნახა, როგორც კი შინაარსში შედიოდა განსჯა იქ უკვე პირდაპირ იბლოკებოდა ნებისმიერი დისკუსია შინაარსთან დაკავშირებით, პირდაპირ მიდიოდა სკანდირება არა რუსულ კანონს და ასე შემდეგ. ისიც კი მოახერხეს, რომ ხალხს დააჯერეს, რომ ამერიკული კანონი, რომელიც სიტყვასიტყვით იყო ლინგვისტურად ნათარგმნი ინგლისურიდან, იმაზეც კი საბოლოო ჯამში ათქვენეს, რომ ეს არის რუსული კანონი და ასე შემდეგ. აი დაახლოებით ასეთი სამწუხაროდ ასეთი შთაბეჭდილება შექმნეს და აღქმების საზოგადოებაში. თუმცა ეს რომ არ იყო გულწრფელი, ეს რომ იყო სწორედ პროპაგანდისტული ხაზი ოპოზიციის მხრიდან და არ იყო ოპოზიციის პოლიტიკოსების მხრიდან გულწრფელი პროტესტი, ძალიან კარგად გამოჩნდა, როდესაც იყო განხილვა ამ პროექტის პირველი მოსმენით განხილვა და ჩემი ასე ვთქვათ გადმოსახედიდან კარგად ჩანს დარბაზი მთლიანად და როდესაც ქართული ოცნების ფრაქციის თავმჯდომარე მამუკა დინარაძე გამოდიოდა, შეიძლება გახსოვთ ეს მონაკვეთი, ოპოზიციის ნაწილი ხელების ბრახუნით, ასე ვთქვათ, აპროტესტებდა
და ძალიან კარგად ჩანდა ის ღიმილი, რომელიც ყველას ჰქონდა სახელზე. და ამით ჩანდა, რომ ეს პროტესტი იყო იმდენად ყალბი, რომ საკუთარ, ასე ვთქვათ, ღიმილსაც კი ვერ მალავდნენ. ამიტომ სამწუხაროდ ეს მოახერხა, თუმცა რაც შეეხება საბოლოო ჯამში შედეგს, ვფიქრობ, რომ შედეგი მაინც იმ მხრივ დადგა, რომ საზოგადოება ამ ემოციები, როდესაც დაცხრება, მშრალი ნაშთის სახით დარჩება ის, რომ საზოგადოება დაფიქრდება იმ შინაარსზე, რომელიც ამ იდეაში იდო და შინაარსი არის ელემენტარული და შეუძლებელია, რომ ეს საზოგადოებამდე საბოლოო ჯამში არ მივიდეს. შინაარსი იყო იმაზე, რომ ყველა, ვინც ჩართული არის პოლიტიკური გადაწყვეტილების ფორმირებაში, უნდა იყოს გამჭვირვალე საზოგადოებისთვის, მათ შორის ის ფინანსური ინტერესები, რომელიც მათ უკან დგას. დღესდღეობით სახელმწიფო ინსტიტუტების გამჭვირვალობით ჩვენად ნომერ პირველი ქვეყანა მსოფლიოში. პარტიების გამჭვირვალობა ფინანსების არის სრულად უზრუნველყოფილი, ვებგვერდზე დევს აუდიტის სამსახურის ყველა პარტიის თითო თეთრი შემოსავალი და გასავალი. საჯარო მოხელეების და პოლიტიკური თანამდებობის პირების ქონებრივი დეკლარაციები არის საჯარო და ყველასთვის ხელმისაწვდომი. ერთ-ერთი სეგმენტი, მისი ფინანსებიც არის დახურული, გახლავთ არასამთავრობო ორგანიზაციები და სწორედ ეს ორგანიზაციები არიან ამავე დროს ჩართული პოლიტიკური გადაწყვეტილების ფორმირებაში. თქვენ მთელი ამ ხნის განმავლობაში მართულ გუნდს გულისხმობდა, მათ შორის ხალხის ძალას. ამბობდით, რომ ეს იყო მეორე კანონპროექტს გულისხმობ, იყო ფარას ზუსტი ანალოგი, რომ იყო ზუსტი თარგმანი. რატომ ვერ შეძელით ეს მიგეტანათ საზოგადოებამდე სწორად, მით უფრო რომ გარკვეულწილად აი ამ პროცესების პარალელურად პროგნოზირებადი იყო, რომ ოპოზიცია სათავისოდ იმოქმედებდა, ეს ბუნებრივიც არის. თქვენ რა გააკეთეთ იმისთვის, რომ საზოგადოების ინფორმირებულობა მომხდარიყო და სად დაუშვა მართლმა გუნდმა შეცდომა აი ამ პროცესში, ამ ნაწილში? საქმე იმაში არის, რომ როდესაც ჩვენ საუბრობთ ინფორმირებულობაზე, აქ შინაარსში, როცა შევდივართ, ამის საპირწონეთ არის ლოზუნგი, სლოგანი, რთული არის შემდეგ უკვე ამ ლოზუნგებთან ბრძოლა და თან სამწუხაროდ ვინაიდან გამოხმაურებაც იყო ფართო, აქედან გამომდინარე რთული იყო ამის გარდატეხვა. არადა სწორედ ბრძანეთ პირდაპირ თარგმანი ამერიკული კანონის და წეგანას ვახსენე და ბარემ აქ გავიმეორებ, დღეს საზოგადოებამ გაიგო ასევე რომ კანადაში არის ინიცირებული, სულ ახლახან თებერვალში დიდ ბრიტანეთში მიიღეს ასეთივე კანონი, ყველა ქვეყანას აქვს გარკვეული რეგულაცია ამ მხრივ და რატომ არის ახლა ეს მნიშვნელოვანი. აქ ჩვენ საუბარი გვაქვს ქვეყნის პოლიტიკური სისტემის მედეგობაზე, გამჭვირვალობის მეშვეობით. კერძოდ იმაზე, რომ ის აქ როგორც თქვი მე, რომ ის აქტორები, ვინც ჩართული არიან პოლიტიკური გადაწყვეტილების ფორმირებასა და მიღებაში, მოქალაქეებს აქვთ უფლება იცოდნენ თუ ვინ არიან ესენი, რას წარმოადგენენ, რა ფინანსური ინტერესები არის ამის უკან. ამას ქვეყნები სხვადასხვა ინსტრუმენტებით წყვეტენ. არის ამ ტიპის კანონები, რაც საქართველოში იყო ინიცირებული, რომელიც ამერიკაში არსებობს, კანადამ ახლა დაინიცირა, დიდ ბრიტანეთში არსებობს. არის ლობისტური საქმიანობის რეგულირების მათ შორის ევროპარლამენტში იცით, რომ ზუსტად ამერიკული ანალოგიის ინიცირება სულ არის მაგალითად გერმანიაში ლობისტების რეესტრი არის შექმნილი და სხვათა შორის საერთაშორისო გამჭვირვალობა იცით ჩვენთან არსებობს არასამთავრობო ორგანიზაცია გერმანიაშიც არის მისი ასე ვთქვათ ერთ-ერთი ოფისი გერმანული საერთაშორისო გამჭვირვალობა მოკლედ რეგისტრირებული არის გერმანულ რეესტრში როგორც ლობისტი როცა საუბარია სტიგმებზე და იარლიყებზე, არ მგონი ახლა ლობისტი მაინც და მაინც კარგი იარლიყი იყოს არასამთავრობო ორგანიზაციისთვის, თუ კი საქმეზე მიდგება, ხომ? მაგრამ ყველა ქვეყანაში არის გარკვეული რეგულაციები, ან ცდილობენ მეტნაკლებად ქვეყნები, რომ კონდეთ რეგულაციები იმისთვის, რომ დაცული იყოს პოლიტიკური სისტემა გავლენებისგან, არასწორი გავლენებისგან და ეს მეთოდი დაცვის არის გამჭვირვალობის გზით, როდესაც მოქალაქეს აქვს ინფორმირება და შემდეგ უკვე თავად წყვეტს რაც არის. ერთ მაგალითს მოგიყვანთ. ჩვენ იმავე დღეს 7 მარტს ავირჩიეთ სახალხო დამცველი. და იცით რომ სახალხო დამცველმა პირველივე თავის სიტყვაში პარლამენტის ტრიბუნიდან მადლობა გადაუხადა ოპოზიციიდან 3 ქალ დეპუტატს და მადლობა გადაუხადა იმისთვის რომ მათ ზეწოლას გაუძლეს და ხმა მისცეს მათ და არ ვიცი ზეწოლა საიდან მოდიოდა, თუმცა ამ კენჭისყრამდე რამდენიმე წუთით ადრე გავრცელდა რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადება, რომელიც ფაქტობრივად მოუწოდებდა პარლამენტს, რომ არ აგვერჩია ლევან იოსელიანი და პირდაპირ ამბობდნენ, რომ სახალხო დამცველს უნდა ჰქონდეს არასამთავრობო ორგანიზაციების ლეგიტიმაცია. აი ამ დონემდე არის მისული სამწუხაროდ ასე ვთქვა გარკვეული გაგება NGO სექტორში, რომ მათი ლეგიტიმაციის გარეშე პარლამენტს, რომელსაც აქვს ხალხის ლეგიტიმაცია, მოქალაქეების ლეგიტიმაცია, რომელიღაცა ორგანიზაციის გარეშე არ აქვს უფლება არჩიოს სახალხო დამცველი და აი ამ ხელმომწერ ორგანიზაციებში იყო მათ შორის
სერგი კაპანაძის ორგანიზაცია, იმ სერგი კაპანაძის, რომელიც შემდეგ იდგა პარლამენტის წინ და ნახეთ თქვენ ეს ჩანაწერი და განსჯიდა იმას, რომ ამბობდა, ხო, აი თქვას თავად, თუ კი ეს მართალი არის, რომ მას მწვანე აქვს თითქმის ანთებული იმისთვის, რომ შევარდეს პარლამენტში და განსჯიდა საიდან ჯობდა შევარდა პარლამენტში. აი ეს ხალხი რომელიც გეგმავს პარლამენტში შევარდნას და არ ვიცი მას საიდან ქონდა ეს მწვანე შუქი და თუ კი ავთენტურია ეს ჩანაწერი უნდა განაცხადოს რა მწვანე შუქს ესაუბრებს. უნდა რომ შევარდეს პარლამენტში და თან NGO სექტორს ამოფარებული ამბობს რომ მისი ლეგიტიმაცია უნდა ქონდეს ჩვენ პარლამენტში. მოგცემდეთ იმის საშუალებას რომ ვთქვათ მიზნობრიობა და მიზნები ზოგადად ყოფილიყო გამჭვირვალე. უბრალოდ მნიშვნელოვანი ეს უპირველეს ყოვლისა არის იარაღი მოქალაქის ხელში. რატომ არის ქონებრივი დეკლარაცია გამჭვირვალე ვთქვათ ჩემი და საჯარო მოხელეების, რატომ არის პარტიების დაფინანსება გამჭვირვალე, რატომ არის ბიუჯეტი გამჭვირვალე. ეს არის იარაღი მოქალაქის ხელში რომ მას ქონდეს ინფორმაცია, იყოს ინფორმირებული მოქალაქე და შემდეგ არჩევნები იქნება თუ სხვადასხვა გადაწყვეტილება მიიღოს როგორც ინფორმირებულმა მოქალაქემ. ამიტომ არის ეს მნიშვნელოვანი სამწუხაროდ ამ შემთხვევაში ჩვენ ვნახეთ რამხელა წინაღობა და წინააღმდეგობა მოყვა უმარტივეს იდეას დემოკრატიის, რომ მოქალაქეს აქვს უფლება იცოდეს რა ფინანსური ინტერესები არის პოლიტიკურ ჩანაწერში არსებულ გეგმებთან დაკავშირებით გამჭვირვალობას. დიახ, რომელ ჩანაწერს? ფარულ ჩანაწერზე სერგი პადმა კაპანაძის. ხო, არა, აქ გულისხმობდი იმას, რომ ორი ჩანაწერი იყო და ორივე ფიგურებდა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, ეს შემთხვევაში იყო სირცხვილეს წარმომადგენელი, მეორე შემთხვევაში ჩეკის წარმომადგენელი, თუ გრასის წარმომადგენელი, პოლიტიკოსებთან ერთად როგორ გეგმავდნენ საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს შენობის აღებას თუ არც რა იყო შეჭრაზე იყო ყოველ შემთხვევაში საუბარი და თავად იტყვიან რაზე არის აქ საუბარი, მაგრამ ესეც აჩვენებს ერთის მხრივ რომ სექტორს რომელსაც ნამდვილად აქვს ასე ვთქვათ გამჭვირვალობის მხრივ პრობლემა იმ მხრივ რომ ერთის მხრივ უნდათ იყვნენ პოლიტიკის მონაწილენი და მეორე მხრივ არ უნდათ იყვნენ არანაირად ანგარიშვალდებული მოქალაქეების წინაშე. თავარი შეცდომა მმართველი გუნდის პროცესში რა იყო? იყო თუ არა საჭირო ბატონო შალვა, თუნდაც საზოგადოებისთვის, მათ შორის სტუდენტებისთვის მოცემულობის ახსნა, მათი შეხვედრები. შესაძლოა უფრო როგორც საკონსტიტუციო ცვლილებები უნდა თავისთავად, ხო, ზოგადად განხილვა გარკვეულწილად ასე ვთქვათ დრო ბევრი არ წაიღო და აქედან გამომდინარე შეიძლება არ იყო საკმარისი დრო იმისთვის, რომ მოქალაქეებს სულად გაიაზრებინათ ამ იდეის ასე ვთქვათ შინაარსი, ეს არის ნამდვილად ის საკითხი, რომელზეც მნიშვნელოვანი არის ზოგადად უფრო მეტი მუშაობა. იმ კუთხით, რომ თლიანად ეს კანონი სხვა ჩვენს ეს არ არის სახელმწიფო ინსტიტუტებს ასეთი კანონი არ ჭირდება უსაფრთხოების როცა ვსაუბრობთ რომ უსაფრთხოების მხრივაც არის მნიშვნელოვანი ეს კანონი იმისთვის რომ პოლიტიკური სისტემა იყოს მედეგი უსაფრთხოების სისტემებს აქვს თავისი ინსტრუმენტები რომ ეს უზრუნველყოს ეს კანონი უპირველეს ყოვლისა არის იარაღი მოქალაქის ხელში ანუ მიზანი არის რომ მოქალაქე იყოს ინფორმირებული და სწორედ მოქალაქეებისთვის კეთდებოდა და თქვენ წარმოედგინეთ პროპაგანდის ძალა რაში მდგომარეობს რომ მოქალაქეები ააჯანყეს და ნაწილი ამ კანონის წინაშე, ანუ ის რაც მათთვის არის მნიშვნელოვანი, ისიც კი დააჯერეს და უარი ათქმევინეს ამ იარაღზე, უთხრეს არა, თქვენ რა თქინათ რომ იცოდეთ არასამთავრობო ორგანიზაციის ფინანსები, რაში გჭირდებათ, უბრალოდ ენდეთ, რომ ეს კარგი ხალხია, თეთრი ფუმფულა და ამიტომ არ არის საჭირო რაღაც ზედმეტი ინფორმაციის მოპოვება. ამ დონემდეც კი მივიდა პროპაგანდა სამწუხაროდ. ბატონო შაუ, თქვენ ამბობთ ასეთ რამეს. ავუხსნით კარგად საზოგადოებას. რას ნიშნავს ეს გზავნილი? მაგალითად, თქვენი ოპონენტები განიხილავენ ამ გზავნილს და ამბობენ, რომ ეს არის შესაძლებლობა და უშვებენ, რომ შესაძლოა კიდევ ხელმეორედ მიუბრუნდეთ ამ კანონპროექტების განხილვას. არა, ჩვენ არ ვაპირებთ, რომ მიუბრუნდეთ ამ კანონპროექტის განხილვას და ამიტომაც ვთქვი, რომ თავისი შედეგი გამოიღო იმ მხრივ, რომ მოქალაქეები დაფიქრდნენ, დარწმუნებული ვარ და მათ შორის ისინი, ვინც აქციაზე იყვნენ, ეს ემოციები რომ ჩაცხრება, დაფიქრდებიან საერთო ჯამში პროტესტებდნენ და დაფიქრდებიან იმაზე კი, მაგრამ მათთვის იქნებ უკეთესი იყოს, რომ კონდეთ ეს ინფორმაცია, რომელიც მათთვისვე არის მნიშვნელოვანი და ამას გულისხმობ ჩვენ მეტ ახსნაში და ინფორმირებაში მოქალაქეების, რომ მათ ეს ინფორმაცია სჭირდება, ნაწილი ამ ინფორმაციის შეუძლიათ დღესაც მოიძიონ, ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია თავადაც აქვეყნებს ამ ინფორმაციას, ამიტომ დაინტერესდებიან სადაც ნახავენ ამ ინფორმაციას ნახავენ, სადაც არა მედიის მეშვეობით, შემდეგ უკვე დარწმუნებული მედიას დაინტერესდება ამ საკითხებით და მოიძიებს, ოდესაც იქნება კრიტიკული საკითხები, დიდი ეკონომიკური ინფრასტრუქტურული პროექტებისა და რამდენიმე მაგალითი დავასახელეთ და იქ აღმოჩნდებიან უცებ რაღაც ორგანიზაციები, რომლებიცაც შეიძლება ასე ვთქვათ გამოჩნდნენ აქტიურები გახდნენ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამის შემდეგ ყოველთვის დადგება კითხვა
ვინ აფინანსებს ამ ორგანიზაციას და შემთხვევით რამე ინტერესები თუ არის. ამიტომ ამ მხრივ შედეგი ნამდვილად მიღწეულია ის, რომ მოქალაქეები და მედიაც უფრო მეტად დაფიქრდება იმ ინტერესებზე, რომელიც ამა თუ იმ ორგანიზაციას არ ფიქრობთ, რომ საინფორმაციო ომი წააგეთ? ამ შედეგიდან გამომდინარე, რომ უპირველეს ყოვლისა ყველაზე ცუდი შედეგი, რაც ამ მთლიანად ამ დისკუსიას მოყვა, რა თქმა უნდა, იყო აქციების შედეგად ის ძალადობა, რომელიც იქნებოდა, დაზარალებული მოქალაქეები, ასევე პოლიცია. ყველაზე ცუდი, რა თქმა უნდა, იყო ეს შედეგი. რაც შეეხება თავად დისკუსიას და მის შინაარსობრივ შედეგს, ვფიქრობ, რომ საბოლოო ჯამში მოქალაქეებს კრიტიკული მოქალაქის მხრივ ჩვენ ნამდვილად უფრო კარგი შედეგი გვაქვს და დარწმუნებული ვარ ჩვენ მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მომავალში სწორედ ეს კითხვები გაუჩნდებათ ხოლმე როგორც კი დაინახავენ აქტიურ ორგანიზაციებს ჩართულ საბატონო კი ბატონო შალმა ვიდრე საერთაშორისო გამოხმაურებაზე გადავალთ მანამდე აუცილებლად უნდა გითხოთ ერთ ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე აქციებზე სპეცდანიშნულების რაზმმა რამდენჯერმე გამოიყენა დაშლისთვის საჭირო ღონისძიებები რა უცილებელი საჭიროება მოეთხოვდა აი ამ ტიპის პროპორციის ძალის გამოყენებას აქციის მონაწილეების წინააღმდეგ უპირველეს ყოვლისა ეს თავად შესაბამისი დანაყოფების განსასაზღვრი არის პარლამენტი ამაში რა თქმა უნდა ვერ ჩაერევა ჩვენ ამის კომპეტენცია არც გვაქვს თუმცა ჩვენ ვნახეთ ასე ვთქვათ როგორც მოქალაქეებმა მათ შორის იმ გამოცდილებით რომელიც საქართველოს აქვს ამ მხრივ თუ როგორ რამდენად პროფესიონალურად მოქმედებდა ორივე დღეს მოქმედებდა სამართალდამცავი ორგანოები და ვნახეთ რომ სტრატეგიულად ტაქტიკურადაც ძალიან პროფესიონალად იქნა წარმოთვლილი ეს. იყო თუ არა შესაძლებელი აი ამ ტიპის თქვათ რახან გამოყენებული იყო, ესე იგი შესაძლებელი არ იყო, ამიტომაც არის რომ საჭირო გახდა გარკვეულ შემთხვევებში დაშლა გარკვეული კერების და ეს კარგიც არის იმ მხრივ რომ როცა საუბრობ სპეციალურ ასე ვთქვათ გარკვეულ საშუალებებზე, ეს სპეციალური საშუალებები იქნება ეს წყლის ჭავლით თუ ასე შემდეგ, იმიტომაც არის რომ ნაკლები ზიანი მიაყენონ საბოლოო ჯამში თავად აქციის მონაწილეებს, ხომ, როდესაც არის ჯგუფი აქციის ზოგადად ახლა დიდი ნაწილი როგორც წესი ხოლმე მშვიდობიანად არის ხოლმე ჯგუფი აგრესიული და ამ აგრესიულ ჯგუფს ჭირდება ლოკალიზება, შესაბამისად განრიდება ტერიტორიიდან და სწორედ სპეციალური საშუალებები იძლევა საშუალებას რომ ნაკლები ზიანით მოახდინონ ეს ვანო მერაბიშვილი შეეხომთ აქციის დაშლის ფორმებს ამაზე ოდნავ მოგვიანებით და ზოგადად ვანო მერაბიშვილის ფაქტორზე მათ შორის მის გამოხმაურებაზე მანამდე აუცილებლად უნდა გითხოთ დასავლელი პარტნიორების გამოხმაურების შესახებ როგორ ფიქრობთ რა იყო კრიტიკის საფუძველი მათ შორის ამერიკის ელჩის და საელჩოს მიერ გავრცელებული განცხადებების კელი დეგნანის განცხადებაში პირდაპირ არის ეს ფორმულირება გვხდება კრემლის მიერ შთაგონებული და მისივე თქმით ხალხის ძალის კანონპროექტი არ არის ამერიკული კანონის ანალოგი პირველ კანონპროექტზე არის საუბარი ეს არის რუსული კანონი რომელიც მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზებას მიზნად ისახავს სიჩუმეს ხმებისა და სხვადასხვა შეხედულების შემცირებას იმის მიუხედავად რომ თქვენ და ინიციატორებმა მათ შორის არაერთხელ განაცხადეთ რომ შემდეგი კანონპროექტი ყოველ შემთხვევაში იყო ზუსტი ანალოგი აი ამ თარგმანის რა იყო ამ ტიპის გამოხმაურება ხომ არ ფიქრობთ რომ თქვა თუნდაც ინსტიტუციებისადმი ნაკლები ნდობა უბრალოდ ყოველსა რაც შეეხება ამ შედარებებს და მნიშვნელობა არ აქვს ვინ აკეთებს ამ შედარებას იქნება ეს ქართული პოლიტიკოსი თუ უცხოელი დიპლომატი ნებისმიერი შედარება რუსეთთან არის აბსოლუტურად მიუღებელი და დაუშვებელი ეს მე მგონი უნდა გააცნობიეროს ყველამ მათ შორის ელჩებმაც საქართველოს შედარება რუსეთთან ქვეყანასთან რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის ნაწილი არის მიუღებელი და არის შეურაცხყოფა ქართული ხალხის მით უმეტეს რომ ამ შედარებას არ აქვს არანაირი საფუძველი იმიტომ ჩვენ ვსაუბრობთ ერთის მხრივ რუსეთზე ქვეყანაზე რომელშიც არის ტოტალიტარული რეჟიმი და ვსაუბრობთ დემოკრატიულ საქართველოზე და ამის არ დანახვა შეუძლებელია რომ ასე იყოს და მე მიკვირს ასეთი შედარებები რო კეთდება არაერთი შედარება გაკეთდა ამ ტიპის ბოლო დღეების გამო ამიტომაც არის დაუშვებელი იმიტომ მე მიკვირს რომ ამ შედარებას აკეთებენ ევროდეპუტატების მხრიდან ვინც არ უნდა იყოს ამას ვინც არ უნდა იყოს თანამდებობა ეროვნება თუ მოქალაქეობა საქართველოს შედარება რუსეთთან არის მიუღებელი ეს უნდა ყველამ გააცნობიეროს ამას ქართული ხალხი არ მიიღებს კიდევ ერთხელ და მეორე მიუღებელი იმიტომ რომ ეს ასე ვთქვათ არ ეხება ქვეყანას რომელსაც აქვს ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიის ნაწილი და მეორე მიუღებელია იმიტომ რომ შეუძლებელია ტოტალიტარული რეჟიმი შეადარო დემოკრატიულ რეჟიმს ეს ან ზოგადად დაუშვებელიც არის რაც შეეხება თან დაკავშირებით კომუნიკაცია ხო ამიტომ მე იმედი მაქვს რომ მათ შორის დიპლომატები მომავალში მოერიდებიან ნებისმიერ შედარებას საქართველოს ხელისუფლების ან პოლიტიკური ინიციატივების რუსეთთან ეს არის კიდევ ერთხელ
დაუშვებელი და ამაზე უნდა ყველამ თქვას უარი. რაც შეეხება თავად ინიციატივასთან დაკავშირებით, იქაც სამწუხაროდ აი ამ პროპაგანდისტული ტალღის შედეგად ძირითადი საკითხი იცით რომ მე შევხვდი ასევე ევროკავშირის წევრი ქვეყნების ხელჩებს ეხებოდა სწორედ რომ ხომ არ მოხდებოდა ტერმინოლოგიით გარკვეული სტიგმატიზება ამა თუ იმ ჯგუფის და ამ ტერმინოლოგიასთან დაკავშირებით ჩვენ თავიდანვე ვამბობდით რომ ამაზე შეიძლება მსჯელობა ეს იყო მათ შორის იქიდან გამომდინარე რომ ამერიკული კანონმდებლობა ითვალისწინებს ამ ტერმინის და ქართულ კანონმდებლობაში ესეც უცხო არ არის ეს ტერმინი გადმოღებული თუმცა ვაცნობიერებით რომ რუსულმა გამოცდილებამ შეიძლება ამ ტერმინს რაღაც უარყოფითი დატვირთვა მისცა ამიტომ ჩვენ ვამბობთ რომ ტერმინოლოგიის მხრივ შეიძლება მსჯელობა როდესაც კი როცა ვსაუბრობთ შინაარსზე აქ შეუძლებელი იყო რაიმე წინააღმდეგობა ან გაუგებრობა ყოფილიყო ან უთანხმოება იმიტომ რომ საუბარი კიდევ ერთხელ გამჭვირვალობაზე მხოლოდ თავარი შეკითხვები და მოდიოდა პარტნიორების მხრიდან ტერმინოლოგიასთან და კონკრეტულად აგენტთან დაკავშირებით იყო სხვა ტიპის შენიშვნები მათ მხრიდან არ წამოსულა მაგალითად როცა მე შევხვდი იქ იყო საუბარი რომ და ესეც იყო ნაწილი იმ პროპაგანდისა რომელიც იმ დღეებში გავრცელდა და პუნქტობრივად ჩამოთვლილი თითქოს ერთი რომ არ იყო საჭიროება ამ კანონმდებლობაზე ყველაფერი სადაც გამჭვირვალეა და მათ შორის ელჩებსაც ეს ინფორმაცია ჰქონდათ რომ ისედაც არის ყველაფერი გამოქვეყნებული რაც არის ტყუილი აბსოლუტურად ტყუილი არის გარკვეული ორგანიზაციები რომელიც რაღაც ნაწილ ინფორმაციას აქვეყნებენ ზოგი საერთოდ არ აქვეყნებს შემდეგ იყო საუბარი თითქოს საგადასახადო ორგანოებში ხდება რაღაცების გასაჯერობა ესეც ტყუილი არის ანუ სრული ინფორმაცია არ არსებობს ეს ერთი. ამაზე მალე თანხმდებოდი მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციებსაც შევხვდი მე ნაწილს და ისინიც თავიდან მათაც ეს პოზიცია ჰქონდათ თითქოს არ არის საჭიროება შემდეგ შევთანხმდით თუ არის ხარ ეს. ამაზე რომ თანხმდებით შემდეგ მეორე ნაწილი არის რა არის ინსტრუმენტი როგორ შეიძლება ამისი უზრუნველყოფა და სწორედ როგორც კი შინაარსში შევდიოდით ყველა აქტორთან იქ ერთადერთი საკითხი საბოლოო ჯამში რაც შეებოდა იყო დასახელება. ნუ დასახელებასთან დაკავშირებით კი არაერთხელ თქვით რომ შეიძლება ამაზე მსჯელობა, თუმცა სამწუხაროდ პირდაპირ რუსული კანონი და იკეტებოდა ყველანაირი დისკუსია ამასთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ სამწუხაროდ მათ შორის იმის გაცნობიერებით რომ მიზანი რა არის, ხომ ამისი არის გამჭვირვალობის ამ ინიციატივის მიზანი იყო რომ გამჭვირვალობის შედეგად ქვეყნის პოლიტიკური სისტემის მედეგობის უზრუნველყოფა. ამიტომ გააკეთა ეს თავის დროზე ამერიკამ, ამიტომ აკეთებს ამას დღეს კანადა, ამიტომ გააკეთა ეს გაერთიანებულ ბრიტანეთმა. და ამას ბევრი ქვეყანა მივა სამწუხაროდ და რაღაც ისე გამოჩნდა რომ თითქოს არის რომაელებს ჰქონდათ ასეთი გამონათქვამი რომ ის რაც დასაშვებია იუპიტერისთვის არ არის დასაშვები ხარისთვის და ცოტა შეიძლება სხვის თვალში ჩვენ ხარი ვართ მაგრამ აი ჩვენი პოლიტიკოსები და ჩვენი ჯგუფებს რომ საკუთარ ქვეყანას რომ უყურებენ როგორც ხარს რომელსაც არ შეუძლია ჰქონდეს ის რაც აქვს სხვას უფრო განვითარებულ ქვეყანას. ამ ნაწილზე მინდა რომ ვკითხოთ არასამთავრობო ორგანიზაციის საქმიანობის მონიტორინგისთვის იპიპილობისტური საქმიანობის გამჭვირვალობაზე ამერიკის შეერთებულ შტატებში მოქმედი ფარას ანალოგის მიღების ინიციატივით გამოვიდა, რაზეც ნაწილობრივ უკვე ისაუბრეთ. დღეს ცნობილი გახდა ასე რომ კანადის მთავრობა აპირებს შემოიღო სარეგისტრაციო სისტემა, რომელიც ქვეყნის შიდა საქმეებში უცხოური ჩარევის პრევენციას მოემსახურება. საქართველოში რატომ გამოიწვია მაშინ აი ასეთი აჟიოტაჟი და ამ ტიპის აქტივობა? ხომ არ არის ეს ერთგვარად მართლაც განპირობებული იმით რომ თქვენ არ ქონდათ აქტიური, უფრო მეტად აქტიური კომუნიკაცია მათ შორის საზოგადოებასთან, მათ შორის სტუდენტებთან. კიდევ ერთხელ მაგნა შევხედოთ. ხედავთ ამის საჭიროებას სამომავლოდ მაინც. ზოგადად როგორც ჩანს, ზოგადად არის ჯგუფი, რომელსაც არ უნდა რომ ამ სფეროში იყოს გამჭვირვალობა. და ეს ასეც არის ორგანიზაციები, მათ შორის ისეთი, რომელსაც ჩვენ ხედავთ, რომლის ფინანსებიც არის გაუმჭვირვალე. რამდენიმე დიდი არასამთავრობო ორგანიზაცია მართლაც აქვეყნებს თავის ყოველწლიურ ანგარიშს, ფინანსებიც ქვეყნება, მაგრამ ის ორგანიზაციები, რომლებიც განსაკუთრებით აგრესიულობით გამოირჩევიან, სირცხვილია მაგალითად, მათ ფინანსები აბსოლუტურად გაუმჭვირვალე არის. ამის წინ სადღაცას დადეს თავისი დონორების დასახელება, არსად არ ამბობენ, რა თანხას იღებენ, რომელი დონორისგან, რა პერიოდით, რა თემასთან დაკავშირებით. ჩვენ ვნახეთ სირცხვილიას წარმომადგენელი გიგა მაქარიშვილი პარლამენტის წინ, როგორ განსჭირდა იმას პარლამენტში როგორ შევარდნილი. აი მაინტერესებს რომელი პროექტი კითხვა არის ის ხო არის არასამთავრობო ორგანიზაციის ლიდერია ხო არასამთავრობო ორგანიზაციის ლიდერია აი მარტივი კითხვა რომელი პროექტი არ არის დადგენილი უკაცრავად შემიშავა თქვას არის თუ არა ეს აუთენტური და შემდეგ გასცეს მეორე კითხვას პასუხი რომელი პროექტის ფარგლებში იმყოფებოდა ის პარლამენტის წინ და გეგმავდა პარლამენტში შევარდნას რომელი პროექტის დაფინანსებით ხდებოდა ეს ძალიან მაინტერესებს ხო არის ხოლმე შემდეგ რომ ამბობენ რომ გამჭვირვალეა რომელი პროექტი ვისი
დაფინანსებით იმყოფებოდა ისე. ძალიან საინტერესო არის ესეთი ასეთ კითხვებზე პასუხის მიღება და სხვა ორგანიზაციების, მათ შორის ყალბი არასამთავრობო ორგანიზაციები არის შექმნილი, დროა, პარტია დროას აქვს შექმნილი იგივე სახელწოდების არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც არის აბსოლუტურად ფეიკი, არაფერს არ აკეთებს გარდა იმისა, რომ თანხას აკუმულირებს პარტიისთვის და იღებს შემოსავალს იმისთვის, რომ პარტია დააფინანსოს, მათ შორის ისეთ შემოსავალს, რომელსაც პარტია ვერ იღებს. მაგალითად, პარტიებს აკრძალული აქვს საზღვარგარეთიდან მიიღონ დაფინანსება საქართველოს პარტიებს. ყველა ქვეყანაში როგორც ესეა. აი აქვს შექმნილი ესეთი fake NGO-ები, რომელიც იღებენ დაფინანსებას, ვითომ როგორც NGO, სინამდვილეში ეს არის პარტიული დაფინანსება და ამას იღებენ უცხოური წყაროებიდან. ასეთი გაუმჭვირვალე სისტემა არის სამწუხაროდ. სამომავლოდ როგორ უნდა მოაგვაროთ აი ამ ეს საკითხი, სისტემური მოგვარება შესაძლებლობა იძლეოდა ეს იდეა და კანონმდებლობა, თუმცა ვინაიდან მიუღებლობა არის ამის მიმართ, მე კიდევ ერთხელ საბოლოო ჯამში ვფიქრობ, რომ ვინაიდან ზოგადად ეს ინფორმაციებიც გაჟღერდა, ეს პრობლემატიკა დაისვა, ის გამოწვევები, რომელიც ამ სექტორში არის, გაიგო ჩვენმა მოქალაქეებმა, ვფიქრობ ახლა უკვე მოქალაქეები და მედია დაინტერესდებიან ამ საკითხებით და საბოლოო ჯამში ამითი გახდება გამჭვირვალე როგორ უნდა გახდეს აი ამ ტიპის აქტივობები, თქვათ მედიისა და საზოგადოების მოიკითხავს, როდესაც მაგალითად, როდესაც შემდეგ ჯერზე ელენე ხოშტარია ჩაგვიტარებს უკვე მე-15 ბრიფინგს და კიდევ ერთხელ დააბრალებს ქვეყანას, რომ საქართველოს სანქციებს გვერდს უვლის და კიდევ მე-15 ჯერ დადასტურდება, რომ ის იტყუება და ეს არის სიყალბე, ხო, გვახსოვს, ხო, ბრიფინგები, ტყუილები. აი მე საზოგადოება იკითხავს, კი, მაგრამ შენ რომ ორგანიზაციას ვინ აფინანსებს, მე შეხედავს ვინ არის დამფინანსებელი და იმ დამფინანსებელთან იკითხავს, რატო აფინანსებს ის ორგანიზაციას, რომელიც დაკავებული არის დეზინფორმაციით და ამ განსაკუთრებით წვავე გეოპოლიტიკურ, ასე ვთქვათ, რისკებით სავსე პერიოდში, რატომ ავწელებს დეზინფორმაციას და აბრალებს საკუთარ ქვეყანას ისეთ რაღაცებს, რამაც შეიძლება რისკები ქვეყანას. ბატონო შალვა, თქვენი თანამოაზრეები, მაგალითად პარტიის თავმჯდომარე, მათ შორის ამბობს, რომ ამ კანონპროექტმა თავის საქმე გააკეთა. დიმიტრი ხუნდაძე, ციტირებ, პირველად ვნახე, როცა კანონპროექტი მიღებამდე ამუშავდა. რა არის ეს შედეგი და რამდენად ღირდა აი ამ შედეგად ეს პროცესი? კიდევ ერთხელ ყველაზე დასანანი ამ მთლიან პროცესში იყო ის ძალადობა, რომელშიც აქციები ორივე დღეს გადაიზარდა და ის დაშავებული მოქალაქეები და პოლიციელები, ეს არის ყველაზე დასანანი, რა თქმა უნდა, ასევე მოქალაქეების ნერვებია, რომელიც ამ ყველაფერს ასე ვთქვათ, კიდე თავისებურად ემოციურად აღიქვავს. ხომ ეს არის დასანანი. თუმცა თუ შევხედავთ ამ ყველაფერს თუ გავწევთ გვერდზე და თავად პროცესს შევხედავთ, ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი რამე გამოჩნდა. გამოჩნდა უპირველეს ყოვლისა ჩვენი პოლიტიკური ოპოზიციის უმწიფრობა, რომ იფიქრონ სახელმწიფოებრივად. გასაგებია, რომ ოპოზიციაში არის ნაწილი, რომლის პირდაპირ ინტერესია, რომ ამ სექტორში იყოს დაფარული ფინანსები, იმიტომ რომ მათთან აფილირებული არასამთავრობო ორგანიზაციები არიან, რომელიც ესეთ გამომჭვალობით გამოირჩევიან ხოლმე, თუმცა არის ოპოზიციის ნაწილი, რომელსაც ეს ინტერესები არ აქვს, მაგრამ მათ არ იყოთ პოლიტიკური მოციფულობა იმისთვის, რომ ეფიქრათ სახელმწიფოებრივად, ეფიქრათ ისევე, როგორც ფიქრობენ ამერიკელი პოლიტიკოსები, ინგლისელი პოლიტიკოსები, კანადელი პოლიტიკოსები, როცა ისინი ფიქრობენ საკუთარი პოლიტიკური სისტემის მედეგობაზე გარე ზეგავლენებისგან და საქართველოს მიმართ ესეთ თიქოსის იყო წარმოჩენილი, რომ მიმართული არის ამა თუ იმ არ ვიცი მე ვექტორის წინააღმდეგ, საქართველოს მიმართ ინტერესი არის სხვადასხვა მხრიდან და ეს არის არამხოლოდ სხვადასხვა სახელმწიფოს ინტერესი, ეს შეიძლება იყოს ბიზნესის, მსხვილი ბიზნესების ინტერესი, შეიძლება იყოს სხვადასხვა ქსელების ინტერესი ამა თუ იმ მიმართულებით, ჩვენს თან შორიახლოს არის ქვეყნები, სადაც ტერორიზმი არის ძალიან ფეხმოდებული და საქართველოს არის ამ მხრივ მოწყვლადი, ასე რომ ბევრი არის ეს ინტერესი, რომელიც უნდა გადაიფაროს სხვადასხვა მხრივ. ქვეყნის უსაფრთხოების სისტემა მრავალ შრეზე არის დამყარებული. ერთი შრეა მხოლოდ უსაფრთხოების ინსტიტუტები და სისტემები, რომელიც მუშაობს ღიად თუ ფარულად და უზრუნველყოფს ქვეყნის უსაფრთხოებას და არის ასევე ცალკე განზომილება ინსტრუმენტები, რომლითაც რბილ ძალას ებრძვის სისტემა, ეს არის მოქალაქეების ინფორმირებულობის ამაღლება. ეს არის სწორედ ინსტრუმენტი დეზინფორმაციის და რბილი ძალის წინააღმდეგ. სწორედ ამაზე იყო საუბარი ამ კანონპროექტით ინფორმირებული მოქალაქე, რომელიც თავის მხრივ ქვეყნის პოლიტიკური სისტემის მედეგობას და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. ნახეთ, კანონპროექტების გაწევა თქვენი მხრიდან ხმის მიცემა და მხარდაჭერა გაწევასთან დაკავშირებით თქვენი ოპონენტების მხრიდან შეფასდა სისუსტედ.
რა იყო ეს? იყო სისუსტე თუ ეს იყო გარკვეული დათმობა მართველი გუნდის? მე ამას წინ თქვი და დღეს საუბარი არის გარკვეულ თაობებზე და ასე ვთქვათ. ყველა უკვე შეისწავლა ესე იგი ვინ რომელ თაობას მიეკუთვნება, მაგრამ მე შეიძლება ჩვენ ორივე მივეკუთვნებით უფრო 90-იანების თაობას, იმ თაობას, რომელმაც 90-იანები 2000-ები, რომელმაც გამოიარეთ პერიოდი, როდესაც ჩვენმა ხელისუფლებებმა მას შემდეგ რაც საქართველოს დამოუკიდებლობა დაიბრუნა, ამ გეოპოლიტიკურ ოკეანეში, რეგიონში სადაც ვართ, ყველა აისბერგს მიგვაჯახა. ყველაფერი, რაც შეიძლება ჩვენ ქვეყანას, ერთ ქვეყანას გადახდენონ და ყველაფერი ქონდა. სამოქალაქო ომიც ქონდა, ასეთი ომიც, ისეთი ომიც, ყველაფერი, ეკონომიკური კრიზისი, კატასტროფა, ყველაფერი ქონდა საერთო ჯამში. რთულია ხა თქვა, რა შეეძლო ხელისუფლებას მაშინდელ ხელისუფლებებს აეცილებინათ, ანუ ვერ აეცილებინათ, მაგრამ ფაქტი არის, ყველაფერს მივეხეთქეთ. და ასევე ფაქტია, რომ ბოლო 10 წელი არის ყველა აისბერგს ქართული ოცნების პირობებში ამ ქვეყანამ გვერდი აუარა. მათ შორის უკანასკნელი 1 წლის განმავლობაში იმ უდიდეს რისკს, რასაც ქვია რუსეთთან პირდაპირ კონფრონტაციაში შესვლის შესაძლებლობა და ეს რისკი რომ არის ამაში საზოგადოება უკვე ბევრჯერ დარწმუნდა. ამიტომ ეს გადაწყვეტილებაც სწორედ ამ სფეროდან არის. ჩვენთვის როცა ვსაუბრობთ მშვიდობაზე, აქ არ იგულისხმება მხოლოდ გარე საფრთხეების გამშვიდობა, აქ იგულისხმება ასევე სამოქალაქო მშვიდობა. ის რომ ქვეყანაში საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტებს შორის, სხვადასხვა მათ შორის თაობებს შორის უნდა იყოს სამოქალაქო მშვიდობა და ურთიერთგაგება უზრუნველყოფილი. ვერ გაიგო საზოგადოების რაღაც ნაწილმა ის იდეა რომელიც იყო, მაშინ შეიძლება ეს გადავდოთ გვერდზე და არა საკანონმდებლო ინსტრუმენტებით, არამედ ცნობიერების ამაღლებით და მეტი ინფორმირებით უზრუნველყოთ იგივე შედეგი, რომელიც დადგა. ამიტომ ეს იყო რა თქმა უნდა ჩვენი პასუხისმგებლობა. კიდევ ერთხელ, ჩვენ 90-იანების თაობა, როგორც აი ბოლო 1 წლის განმავლობაში განსაკუთრებით ამ კრიტიკულ მომენტში გვიწევდა გადაწყვეტილების მიღება, ამ პერსპექტივიდან ვიხსენებდით რა ჩვენ ქვეყანას 90-იანებში და 2000-იანებში, აი ამ პერსპექტივით მივიღეთ რა თქმა უნდა ეს გადაწყვეტილებაც, რომ ჩვენთვის არც ერთ კანონს არ აქვს უფრო მეტი ძალა და ფასი, ვიდრე თუნდაც ერთი ჩვენი მოქალაქის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს. გასაგებია, უნდა გითხოთ, რადგან იგივე 90-იანები ახსენეთ, ოკუპაცია ჩვენი ტერიტორიების რუსეთის მხრიდან დასავლელი პარტნიორების კრიტიკის პარალელურად საკმაოდ აქტიურად ისმოდა რუსეთისგან და რუსეთიდან ქება. აი ამ ფაქტორს თქვენი ოპონენტები ფაქტია რომ იყენებენ და ეს ბუნებრივიც იყო გამოიყენებდნენ საკუთარი პოზიციების გასამყარებლად და არგუმენტად რომ პროექტი მართლაც შთაგონებული იყო რუსეთის მიერ. თქვენი არგუმენტები აი ამ ნაწილში როგორი არის? აქაც მე მგონი რა ძალიან ხელის გულზედებს, რომ როგორც კი ესე იგი ჩვენი ოპონენტები ამწოვებენ ამ ხაზს, რომ გინდა თუ რაღაც კავშირებს რუსეთთან, იმ მომენტშივე რატომღაც უნისონში რუსეთიდან მოდის განცხადებები, რომელიც ხელს უწყობს მათ ასეთ განცხადებებს, ასეთ მიდგომებს, ხო? ამიტომ ვერ გეტყვით, ზოგადად ჩვენ ნაკლებად უყურებთ ახლა ამ ხრივ რა განცხადებები არის ან არ არის, ეს არ არის ჩვენი პოლიტიკის გამსაზღვრელია ამ კუთხით, რომ ჩვენ შიდა პოლიტიკაზე დასკვნები გავაკეთოთ. ამასთან დაკავშირებით ვერაფერს ვერ გეტყვით, თუმცა სხვა შორის დღეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება გაცხადდა სტრასბურგის სასამართლოსი, რომელიც შეეხებოდა ერთ-ერთ საკითხს, რომელიც დაადგინა, რომ რუსეთი აფხაზეთის ტერიტორიაზე ახორციელებს ეფექტურ კონტროლს, ახორციელებდა ეფექტურ კონტროლს, მათ შორის 2008 წლამდე. თქვენ იცით, რომ 2020 წლის იანვარში იყო გადაწყვეტილება სტრასბურგის სასამართლოსი, რომელმაც დაადგინა, რომ 2008 წლის შემდეგ რუსეთს აქვს ეფექტური კონტროლი აფხაზეთში და ასევე სამაჩაბლოში, რაც ნიშნავს სამართლებრივ ენაზე ოკუპაციას. და აი ამ გადაწყვეტილებით კი ითქვა, რომ 2008 წლამდეც რუსეთი ახორციელებდა ეფექტიან კონტროლს, ეფექტურ კონტროლს, რაც ნიშნავს დღეს უკვე შეგვიძლია დღეიდან ვთქვათ, რომ სტრასბურგის სასამართლოს მიერ უკვე სასამართლო დოკუმენტი დამტკიცებულია, რომ 90-იანი 93 წლიდან აფხაზეთის ტერიტორია სამართლებრივად უკვე აღიარებულია როგორც რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორია და ეს დადასტურებულია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით და ესეც რა თქმა უნდა არის შედეგი იმის, რომ ჩვენი ხელისუფლება ბოლო 10 წლის განმავლობაში საერთაშორისო მექანიზმების კუთხითაც არის აქტიური და მათ შორის მოქალაქეებს უწყობს კიდევ ერთი დეტალი, ერთ-ერთ გადაცემაში ასეთი რამე თქვა, რუსულ გადაცემას გულისხმობ ერთ-ერთ რუსულ არხზე. მართლმა პარტიამ უკან გაიწვია კანონპროექტები, წავიდა ჩერჩილის გზით და აირჩია სირცხვილი. ამიტომ მიიღებენ სირცხვილსაც და ომსაც. რა შეიძლება ნიშნავდეს ეს განცხადება და შესაძლებელია თუ არა აღუქვათ ერთგვარ მუხარად?
ზოგადად თავისთავად ჩვენ ძალიან სარისკო პერიოდი გვაქვს იმ გეოპოლიტიკური ძვრებიდან გამომდინარე, რაც ჩვენს რეგიონში და ზოგადად გლობალურად ხდება და ამას ვამბობდით წეღანაც, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ შეძლო რომ როდესაც ერთი წელი შევაჯამეთ რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომის დაწყებისა, ჩვენ შეგვიძლია ძალიან მყარად ვთქვათ და დღეს უკვე აი მიუხედავად იმ პროპაგანდისა, რომელიც იყო, მყარად ვთქვათ, რომ ერთი წლის განმავლობაში საქართველო ერთის მხრივ შეძლო უკრაინისადმი მაქსიმალური სოლიდარობის ჩვენება ამ ზღვის იქით სოლიდარობა საქართველოს მეტ სოლიდარობას ვეღარ გამოხატავდა ისე რომ საქართველოს არ იცავს ნატო საქართველოს არ იცავს ევროკავშირის ეკონომიკური დახმარება ან ასე შემდეგ ვართ მარტო ამ რეგიონში დაცვის ყოველგვარი დაცვის გარეშე და მიუხედავად ამისა ჩვენ ვიყავით სრულად სოლიდარული უკრაინის მიმართ ეს ერთი და ამავე დროს შევძელით რომ უზრუნველყო რომ ქვეყანაში შენარჩუნებულიყო უსაფრთხოება მშვიდობა იმ ფონზე რომ მივიღეთ მათ შორის რუსეთიდან მოქალაქეები, მათ შორის ბევრი ქართველი, რომელიც რუსეთის მოქალაქე არის, უკრაინიდან მოქალაქეები და არც ერთი ინციდენტი არ ყოფილა საქართველოში, რამე სერიოზული ინციდენტი, რომელიც ჩვენ უსაფრთხოების გარემოს აიმენარეთ შეცვლიდა. ამიტომ ასეთ განცხადებებსაც ერთ რამეს უპასუხებ, განცხადებები ბევრია, მაგრამ სწორედ ის არის სიძლიერე ჩვენი დღევანდელი ხელისუფლების და სახელმწიფო ინსტიტუტების, რომ ყველანაირი ასეთი საფრთხე არის თავიდან არიდები. ბატონ შალვა, დაუბრუნდით რამდენიმე დღის წინ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებს პრეზიდენტის როლი პროცესში. ამასთან დაკავშირებით მინდა გითხოთ, პრეზიდენტმა გარკვეულწილად ძალადობის რომანტიზება მოახდინა, ამბობთ თქვენ. რას ნიშნავს ეს განცხადება და რა ნაწილში არ ეთანხმებით პრეზიდენტის კრიტიკას? მე თქვი კიდევაც რომ იმედგაცრუებული ვიყავ იმ განცხადებით, რომ სწორედ პოსტი ქონდა მას სოციალურ ქსელში, სადაც მან თეთი ვიდეო დადო, სადაც ახალგაზრდები და ასე წაუმძღვარა, რომ სირენების ფონზე მოცეკვავე თინეიჯერები. ეს სირენები იყო პოლიციის სირენები, საპოლიციო ღონისძიების სირენები. ეს სირენები გულისხმობდა რომ იქ ხდებოდა ძალადობა სადღაცა შორი ახლოს ასე ვთქვათ იქ ტერიტორიაზე და პოლიციას უწევდა სპეციალური ღონისძიების ჩატარება რათა აღედგინა მარცესრიგი და ძალადობა. ამაზე თქმა რომ ეს არის თითქოს რაღაც მელოდია რომელზეც უნდა იცეკოს ადამიანმა და ამითი წაახალისო რაც ამის თქმა ნიშნავს წახალისებას მათ შორის ახალგაზრდების წახალისებას რომ უფრო მეტი წინააღმდეგობა გაუწიონ პოლიციას და ეს ვფიქრობ რომ არ იყო სათანადო განცხადება ვინაიდან რა თქმა უნდა ეს იყო გაუაზრებელი განცხადება პრეზიდენტის მხრიდან ვერ გეტყვით ხა ამას მე ვერ შევაფასებ მე უბრალოდ ერთი რამის თქმა მინდა რომ ამ მომენტში რა თქმა უნდა საზოგადოება მოელის პრეზიდენტისგან სიმშვიდისკენ მოწოდებას და ხოლო პოლიცია მოელის მხარდაჭერას პრეზიდენტისგან უპირველეს ყოვლისა რომ მაშინ როდესაც მათ და ნახეთ თქვენ მძიმე აღჭურვილობაში იმყოფება ამ დროს პოლიცია რომელსაც უწევს მათ შორის აგრესიის მიღება საკუთარ თავზე როდესაც საპოლიციო ღონისძიება ხორციელდება იმიტომ რომ არის ნაწილი აქციის მონაწილეების რომელიც აგრესიას გამოხატავს და ძალადობაზე გადადის ამ აგრესიას თავის თავზე იღებს პოლიცია და ამ აგრესიაზე უწევს პროფესიული პასუხი და შესაბამისი ზომების მიღება და ამ დროს რა თქმა უნდა პოლიცია მოელის მხარდაჭერას პრეზიდენტისგან და არა მხარდაჭერას და წაქეზებას დემონსტრანტების რომ სირენების ფონზე ნაცვლად დაემორჩილა პოლიციას ვერ მიიღო პოლიციამ აი ამ ტიპის იმ ტიპის მხარდაჭერა პრეზიდენტისგან რაზეც თქვენ საუბრობთ ვერ გეტყვით არ მინდა ამის შეფასება ასე თქო მოტივებს ვერ შევაფასებ მე უბრალოდ შევაფასებ როგორ დავინახე მე ჩემი მხრიდან განსაკუთრებით ხა ჩემთვის როგორც პარლამენტის თავმჯდომარისთვის და გადმოსახედიდან მივეცი თავს უფლება ამ შეფასების ვინაიდან მიმდინარეობდა მათ შორის დაზიანება პარლამენტის შენობის იცით რომ ცეცხლიც გაჩნდა ფანჯრები პირველ სართულზე მთლიანად ჩამსხვრეულია ფანჯრები და როდესაც მიდის პარლამენტის საკანონმდებლო ორგანის შენობაზე თავდასხმა, ასე ვთქვათ, ძალადობა ამ დროს კონსტიტუციური ორგანოს პრეზიდენტის მხრიდან ასეთი განცხადება, ჩემი მხრიდან როგორც პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან იყო აუცილებელი. თუმცა, ბატონო შალვა, საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში გქონდათ, დიდი ხნის განმავლობაში არა, მაგრამ რაღაცა გარკვეული პერიოდი გქონდათ. სალომე ზურაბიშვილი საწყის ეტაპზევე ამბობდა, რომ ამ კანონპროექტებს, ან კანონპროექტს გაჩნია როგორც წავიდოდა, ხო, მოცემულობა აუცილებლად დაადებდა ვეტოს. გქონდა თუ არა იმის შესაძლებლობა რომ თუნდაც პრეზიდენტისთვის აგეხსნათ შინაარსი და კიდევ უფრო მეტი კომუნიკაცია ქონოდათ მასთან და მიგეყოთ მისი მხარდაჭერა რაც თავარია პროცესში. უპირველეს ყოვლისა იმ საკითხთანაც რომ დავაკავშირო, მიუხედავად იმისა, როგორი დამოკიდებულება ქონდა
პრეზიდენტს ამ პროექტის მიმართ, მიუხედავად იმისა, როგორი დამოკიდებულება აქვს მოქალაქეს ამ პროექტის მიმართ, ძალადობას არაფერი არ ამართლებს და მათ შორის ასე ვთქვათ, აი პოლიციის შრომის ასე ვთქვათ დაუფასებლობას ამხრივ. ამიტომ ამას ერთ-მეორესთან კავშირი არ აქვს. შეიძლება ბევრ რამეს აპროტესტებდეს სხვადასხვა ჯგუფი, რაღაც მოსწონდეს ან არ მოსწონდეს, მაგრამ ყველა პროტესტს აქვს თავისი გამოხატვის ფორმა, როდესაც ის გამოხატვის კანონიერ ჩარჩოებს ცდება, ეს უკვე არის ძალადობა და ამას არაფერი არ ამართლებს. საერთოდ არაფერი რომ უნისონშია ოპოზიციასთან. არა, მე იმის თქმა მინდა რომ ეს არ უნდა დასავლელი პარტნიორების პოზიციაზე. არა, მე იმის თქმა მინდა რომ ძალადობას არაფერი არ ამართლებს, რაც არ უნდა მოგწონდეს ან არ მოგწონდეს ესა თუ ის კანონ პროექტი. რაც შეეხება ვეტოსთან დაკავშირებულ საკითხს, ჯერ კანონი არ ვიცი, ინიცირებული იყო თუ არ იყო, ყოველ შემთხვევაში არ მგონია რომ პრეზიდენტი გაცნობილი ყოფილიყო კანონის შინაარს, თუ არ ვცდები, ისე განაცხადა რომ ის ვეტოს დაადებდა ამ პროექტს. ისევ არც კი იცნობდა შინაარს და ეს არ მგონია რომ იყოს სწორი დამოკიდებულება. კონდეტორა მასთან კომუნიკაციის პრობლემა ხომ არ ქონდა? არა, თქონდა, არ ქონია, იმიტომ ესეც არის ხელისუფლების გამიჯვნის საკითხიც არის ეს, რომ პრეზიდენტს აქვს საკუთარი უფლებამოსილებები და კომპეტენცია, პარლამენტს აქვს თავისი. თუმცა მისი აი ამ ტიპის პოზიციით არ დაინტერესდა, თქოთ, საკანონმდებლო ორგანო და მმართველი გუნდი, რატომ ქონდა პრეზიდენტს ასეთი პოზიცია? არც კიდევ ერთხელ გამიჯვნა ამასაც გულისხმობს და ეს მნიშვნელოვანიც არის, რომ პრეზიდენტი გარკვეულწილად დისტანცირებული იყოს შინაარსობრივი განხილვისგან, ვინაიდან შინაარსობრივი თუ კი პრეზიდენტი შევა ასე ვთქვათ საპარლამენტო განხილვის დროს ზედმეტად შინაარსობრივ განხილვაში ის მიკერძოებული შეიძლება დადებითი ან უარყოფითი გაგებით მიკერძოებული გახდეს თავად დისკუსიის ამ პროექტის მიმართ როგორც დისკუსიის მონაწილე. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი რომ პრეზიდენტი არის დისტანცირებული თავად საკანონმდებლო პროცესს და დემოკრატიულ და ერთადერთი ორგანო დედამიწაზე რომელსაც შეუძლია მიიღოს ქართული კანონი ეს გახლავთ საქართველოს დემოკრატიულად არჩეული პარლამენტი და ეს პროცესი არის სრულად პარლამენტში და ეს არის ჩვენი სრული საპარლამენტო სუვერენიტეტის ნაწილი რომ მივიღოთ ეს კანონები და შემდეგ ამ პროცესიდან დისტანცირებულ პრეზიდენტს აქვს შესაძლებლობა რომ და სწორედ ეს დისტანცია აძლევს მას შესაძლებლობას ობიექტურად რაღაც განსაჯოს და გამოიყენოს საკუთარი ვეტოს უფლება. და ესე არის პროცესი და მე უბრალოდ ის რომ პროექტი არ მგონი არ ვიცი მე შინაარსობრივად იცნობდა თუ ის პროექტს ყოველ შემთხვევაში მეორე პროექტს ნამდვილად ალბათ არ იცნობდა და ამის გაცხადება ეს ნიშნავდა თავად იდეას უცხადებდა ასე ვთქვათ პროტესტს თუ ვეტოს არადა იდეა კიდევ ერთხელ არის უმარტივესი რომ მოქალაქეს აქვს უფლება იცოდეს ყველაფერი მათ შესახებ ვინც იღებენ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ან მონაწილეობენ პოლიტიკურ გადაწყვეტილების მიღებაში რომელიც მათ ცხოვრებას ეხება. ეს კიდევ ერთხელ ადრე იყო ერთი კამპანია თუ გახსოვთ ეს შენ გეხება როგორც არასამთავრობო ორგანიზაციას ეს იდეა ეს უფლება ეხება მოქალაქეებს ეს პროექტი უპირველეს ყოვლისა იყო სწორედ ჩვენი მოქალაქეების რომ მათ ჰქონდეთ სრული ინფორმაცია ვინ არიან ისინი ვინც მონაწილეობენ იმ გადაწყვეტილებების მიღებაში რომელიც მათ სიავლეს ახდენს გავლენას აი ომბუდსმენიც რო ავიღოთ სახალხო დამცველი ეს არის ხალხის ხო სახალხო დამცველი ჩვენი მოქალაქეების ამ გადაწყვეტილების წინა ფაზა გახსოვთ რომ ვერავირჩიეთ მათ შორის იმიტომ რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა ითამაშეს დესტრუქციული როლი აი მოქალაქეებს აქვთ უფლება იცოდნენ აი ეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა რომელიც მაშინ ფაქტობრივად ჩაშალის პროცესი და ეს მეორე პროცესის კინაღამ ჩაშალეს იმით რომ პირდაპირ აბულინგებდნენ და მოუწოდებდნენ ოპოზიციას რომ მხარი არ დაეჭირათ ლევან იოსელიანისთვის ვინ არიან ეს ორგანიზაციები რა ფინანსებით დგას მათ უკან და რა ინტერესებით დგას აი არ ვიცი ახლა კანონი არ გვაქვს და ამიტომ მოგვიწევს ვებგვერდებიდან მოძიება ამისი და მივიღეთ გარკვეულწილად ან დიდი ნაწილის ინფორმაცია შეიძლება მოძიება მაგრამ კიდევ ერთხელ აი ნაწილი არის რომელსაც ვერც გაიგებთ თუკი უბრალოდ ისე საწყის ეტაპზე რა შეკითხვაც დაგისვით იმ შეკითხვას რომ იყო თუ არა საჭირო მეტად კომუნიკაცია საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებთან სწორედ აი აქ ხომ არ იყო დაშვებული შეცდომა მმართველი გუნდის და კანონ პროექტების ინიციატორების მხრიდან თავისთავად რა თქმა უნდა როდესაც მოდის ამხელა დეზინფორმაციული ნარატივი და ტალღა მნიშვნელოვანი არის ფაქტორი მაშინ ბუნებრივია რომ ლეგიტიმურად ეს შეკითხვაც ჩნდება უპირველეს ყოვლისა ეს რა თქმა უნდა ჩვენც ამას გვაფიქრებს და სწორედ ამიტომაც ვთქვით რომ ზოგადად საჭირო არის მეტი აუხსნათ მოქალაქეებს არა იმისთვის რომ ამ პროექტებს მოუბრუნდეთ არამედ იმისთვის რომ აუხსნათ რომ ზოგადად ასეთი ტიპის ინფორმაცია მათთვის არის საჭირო და თავისთავად ეს არის ის გაკვეთილი რომელიც ჩვენ გამოვიტანეთ ამ პროცესისგან თუმცა მეორე მხრივ არის სიტუაციები როდესაც რთულია მარტივ პროპაგანდისტულ ნარატივს
დაუპირისპირო შინაარსით. ეს ჩვენ არაერთხელ გამოვცადეთ და გავიხსენოთ ბოლო 2 წელიწადში რა ხდებოდა. 2020 წლის არჩევნების შემდეგ გამოიგონეს ტყუილი, რომ არჩევნები გაყავდა. და უბრალოდ დაიწყო 30 ორგანიზაცია არასამთავრობო თუ პოლიტიკურად თქვა, რომ გაყავდა. მორჩა, გაყავდა, პივიტი თქვეს, პარალელურ დაცვა თქვეს, აქეთ რაღაც სხვა საკითხები თქვეს. ჩვენი მხრიდან იყო საუბარი ფაქტებზე. თუმცა რაღაც პერიოდი ეს ემოცია გამოიწვიეს მოქალაქეებში გაყალბებასთან დაკავშირებით და რაღაც პერიოდი ეს ემოცია შეინარჩუნეს. თუმცა გავიდა დრო და ფაქტებმა ამ აღქმებს აჯობეს. ბატონ შალა, ნახეთ პროცესი როგორ არის. თქვენ ამბობთ და საკმაოდ ხშირად ხვდებით მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციებს, შემდეგ შეხვედრების შემდეგ, როდესაც სტუდიაში მოგბრძანდებით თქვენ და თქვენი თანაგუნდელები ამბობთ, რომ გარკვეულ საკითხებზე შეთანხმება მოხდა, მაგრამ როგორც კი ჩაირთვება კამერები, ოპოზიციონერი დეპუტატები, მათ შორის და არა მხოლოდ დეპუტატები, იგივე თუნდაც არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები სრულიად სხვა სურათს აჩვენებენ. რა პროცესთან გვაქვს? ხომ არ ფიქრობთ, რომ მხოლოდ არასამთავრობო სექტორსა და მესამე სექტორსა და იგივე ოპოზიციონერებთან შეხვედრა არ არის საკმარისი და უნდა გახვიდეთ უფრო მეტად საზოგადოებაში. ეს პროცესი სხვა შორის ახლაც ვნახეთ, როდესაც იცით თუ ვინც აკვირდებოდა განხილვებს, ნახა რომ ჯერ კიდევ 2015 წელს არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილს რამდენიმეს აქვს ჩატარებული კვლევა არასამთავრობო სექტორის დაფინანსების გამჭვირვალობასთან 2016 წელს. ამასთან დაკავშირებით ერთ-ერთი ავტორი იმყოფებოდა კიდევაც განხილვების დროს და დიახ, და ზუსტად იქ იყო შემოთავაზებული ის მოდელი, რომელიც ამ კანონში იყო. სიტყვით ის მოდელი ეწერა იქ, შეიქმნა. აქცენტი რუსეთზე იყო გაკეთებული. გეტყვით მაგალითად. მოგეთ გეტყვით, მოდელი ეწერა იქ, შეიქმნას რეესტრი, დარეგისტრირდეს ორგანიზაციები და გამოქვეყნეს ყოველწლიურად ფინანსური დეკლარაცია. სიტყვით ის რაც ეწერა ამ კანონში. შემდეგ ითქვა თითქოს ეს იყო რუსეთთან მიმართებაში, რაც არის ტყუილი. იქ არის სამი მოდელი. ერთი იყო რომ მოდით იყოს მხოლოდ რუსულ დაფინანსებაზე, მეორე მოდელი იყოს ყველას და რატომ? მათ შორის რუსეთზე. მათ შორის რუსეთს თავისთავად. და რატომ და ეს არის მნიშვნელოვანი, იმიტომ მარტო რუსეთზე ეს ვერ იქნებოდა. იქვე დასკვნაში უწერიათ, რომ თქვათ ევროკავშირის დაფინანსებას თუ არ ავიღებთ და თქვათ USAID-ის ამერიკის დაფინანსებას, სხვა დასავლური დაფინანსებებიც არის გაუმჭვირვალე და სრულად არ არის მოძიებადი. ანუ აქაც იყო გამოწვევა და პრობლემა რომ სრულად ეს ინფორმაცია იყო ერთი და მეორე დაფინანსება რუსეთიდან არ ნიშნავს დაფინანსებას მაინც და მაინც მოსკოვიდან, ხო? რუსეთმა შეიძლება სხვა ქვეყნის გავლით შემოიტანოს ეს დაფინანსება და ასეც აკეთებს ის სხვა ქვეყნებში, რომ სხვა ქვეყნის გავლით აკეთებს, შეაქვს ეს თანხა და ის იქნება ჩვეულებრივი გერმანული ფონდი ან შეიძლება ფრანგული, რომელიც უკანაც სინამდვილეში იქნება რუსეთი. ამიტომ ეს შეუძლებელია ჩაკეტო მხოლოდ რუსეთზე გამორიცხულია. ამიტომ ზუსტად ეს ეწერა სიტყვით 2016 წელს არასამთავრობო ორგანიზაციებმა თქვეს ის, რაც ეწერა ამ კანონს და ზუსტად საპირისპირო უმტკიცეს ახლა მოქალაქეებს, მოატყუეს მოქალაქეები ფაქტობრივად, რომ თითქოს ასეთი რამ მოქალაქეებს, ანუ რასაც ამბობდნენ მაშინ 2016 წელს ეს ჭირდება მოქალაქეებს, დღეს უთხრეს მოქალაქეებს, რომ ის მათ არ ჭირდებათ 2023 წელს. სამწუხაროდ აი ასეთი ყალბი ნარატივების შექმნას მოიძიონ და გაიცნონ. რთულია, ამიტომ ამბობ, რომ რთულია, როდესაც გარკვეული სეგმენტი პირს შეკრავს და ასე ვთქვათ, უნისონში ამბობს ერთ რამეს, ასე ვთქვათ, რთულია ამას დაუპირისპირო ხოლმე იმ მომენტში ფაქტები, თუმცა კიდევ ერთხელ გავად რომ ერთი კვირა, ორი კვირა და გარწმუნებთ, რომ ჩვენი საზოგადოება თავადაც დარწმუნდება, რომ ეს იყო მისი უფლება, ეს ძალიან ცოტა დრო დამრჩა და აუცილებლად ორი შეკითხვა მაინც უნდა მოვასწრო. ერთ-ერთი არის ოპოზიციის როლი მთელ ამ პროცესში. ოპოზიციისთვის ბრძოლა, როგორც თავად ამბობენ, არ არის დასრულებული. პროცესის პარალელურად შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილს გულისხმობს საკმაოდ აქტიურად აკეთებს განცხადებებს, მათ შორის აქციის დაშლის ფორმაზე ისაუბრა მან, ასევე ინტერვიუ მისცა ევგენი კისელევს, სადაც ხელისუფლების შეცვლასა და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზე ისაუბრა და არც თბილისური მაიდნის სცენარი გამორიცხა. აი იმ პირობებში, როდესაც 4 დღის განმავლობაში ახალგაზრდები ფაქტია, რომ მაქსიმალურად ცდილობდნენ პოლიტიკოსებისგან დისტანცირებას, მათ შორის აქციაზე იგივე თუნდაც მიხეილ სააკაშვილის პოსტერი, როდესაც გამოჩნდა, მათი საკმაოდ მწვავედ გააპროტესტეს. რა შანსი ჰქონდა ოპოზიციის აქციის მონაწილეების სააკაშვილის გათავისუფლების გეგმისთვის რომ გამოეყენებინათ? თავისთავად ამ პროტესტს არა და ჩვენ ნახეთ კიდევაც რომ იყო გარკვეული წინააღმდეგობა, თუმცა სწორედ ეს პროტესტი იქნა გამოყენებული იმისთვის, რომ სამომავლოდ მოამზადონ რაც აგრესია გააღვივონ საზოგადოებაში. ჩვენ მოლოტოვის კოქტეილებთან ერთად რაც ვნახეთ სამწუხაროდ არის ზიზღის გაღვივება
საზოგადოებაში. და ჩვენ ვიხილეთ მათ შორის გუშინ იყო თუ არ ვცდები, ყოფილმა სახალხო დამცველმა, ნახეთ ალბათ მისი პოსტი, სადაც ის მოუწოდებს ყველას, რომ გარიყონ საზოგადოებიდან გარკვეული ადამიანები, ხელი არ ჩამოართვან, არ მიესალმონ და ასე შემდეგ ტელევიზიები, შეიქმნა ჯგუფები და იწვება წიგნები, ლექტორებს არ უნდა შეუშვან აუდიტორიაში და ამას ამბობს ყოფილი სახალხო დამცველი, რომელიც ბოლო 2 კვირის განმავლობაში დეკორირებული იქნა რამდენიმე ორდენით. ეს არის ჩვეულებრივი ფაშიზმი, რასაც ის აცხადებს. აი სამწუხაროა, რომ აღმოჩნდა, რომ ჩვენ ყავდა სახალხო დამცველი, რომელზეც თითქოს ამბობდნენ, რომ აი დობა ქონდა მას განსაკუთრებით არასამთავრობო, რომელიც სექტორისგან, რომელიც უბრალოდ ჩვეულებრივ ფაშისტურ განცხადებებს აკეთებს და მოუწოდებს სხვებს, რომ გარიყონ ადამიანები საზოგადოებისგან. ეს არის ძალიან საშიში ფენომენი, რასაც ახლა ვხედავთ და ვხედავთ, რომ ცდილობენ ეს დაამკვიდრონ ახალგაზრდებში, გააღვივონ მათში ზიზღი ადამიანების მიმართ და ამას სჭირდება დროული რეაგირება და დროული გაცნობიერება საზოგადოების მხრიდან, რომ ის რაც სამყარომ იხილა მე-20 საუკუნის 30-იან წლებში ზოგ ქვეყნებში სადაც წიგნები იწვებოდა და ადამიანებს რიყავდნენ, ისაც საზოგადოებამ იხილა ნაციონალ მოძრაობის მმართველობის პერიოდში, სადაც ადამიანებს რეცხავდნენ, აი იგივე ფსიქოლოგიის ხალხი ცდილობს ახლა გახდეს ლიდერი, გულისხმობ მათ შორის ყოფილ სახალხო დამცველს, რომელიც ფაშისტური მოწოდებებით და არ მხოლოდ მას ნახეთ შედით რამხელა გამოხმაურება აქვს, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მხრიდან, როგორი ეიფორიაში არიან, რომ კი გავრიყოთ, მოვიცილოთ, მოვკვეთოთ, ჩავრეცხოთ. აი ეს მიდგომა რო აქვს იმ სექტორს, რომელიც დღე და ღამე სემინარებში ატარებს და ადამიანის უფლებებზე საუბრობს და ამით მოაქვს თავი, რომ PowerPoint-ზე გაუშვებს და იქ მიანიშნებს, რომ ადამიანის უფლებებში რამდენი პუნქტია და რამდენი ქვეპუნქტი არის. აი, რამდენად ფასადური არის ზოგიერთი უფლებადამცველების და ამ, ასე ვთქვათ, ლამაზი სიტყვებით მოსაუბრი ადამიანების შინაარსი, რამდენად ფასადური არის მათი განწყობა და შინაარსი რამდენად ცდება ამ ფასადს. ასე რომ ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანია ჩვენმა საზოგადოებამ, ამიტომ მოუწოდებ უპირველეს ყოვლისა ყველა პარტიას გაემიჯოს ამ რიტორიკას, ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას, სხვა ჩვენს არც ერთ იცით, რომ ახლად არჩეული სახალხო დამცველი იმყოფებოდა იქ მიტინგზე და მის მიმართ იყო აგრესია და დღემდე აი რამდენი დღე გავიდა, არც ერთი ხას უსვა, არც ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია არ გამოეხმაურა ამ ფაქტს თავდასხმა სახალხო დამცველზე და არ დაგმო. სამწუხაროდ არც ერთი დიპლომატიური მისია არ გამოეხმაურა ამ ფაქტს და არ დაგმო ეს ფაქტი, აგრესია და თავდასხმა სახალხო დამცველზე. მე იმედი მაქვს, რომ როგორც არასამთავრობო ორგანიზაციები, ისე დიპლომატიური მისიები, რომლებიც სხვა დროს აქტიურები არიან ხოლმე საქართველოს პოლიტიკურ საკითხებზე კომენტირებით, გამოეხმაურებიან და დაგმობენ ამ ფაქტს, იმიტომ რომ ჩვენ სახალხო დამცველზე თავდასხმა ვნახეთ ერთხელ, როდესაც სოზარ სუბარს დაესხა მაშინ ხელისუფლება და ვნახეთ ახლა, როდესაც ლევან იოსელიანს დაესხა ყოფილი ხელისუფლების მიერ მათ შორის მართული აქციის წარმომადგენლები. ბატონო შალვა, აუცილებლად უნდა გკითხოთ, საერთაშორისო გამოხმაურება შეიცვალა ამ კანონპროექტების გაწვევის შემდეგ მმართველი გუნდის მიმართ და მათ შორის სტატუსთან დაკავშირებით. შეიძლება ითქვას, რომ კანონპროექტების გაწვევით ეს პრობლემა მოხსნილია. არა, ამასთან კავშირი პრინციპში ძალიან არ ქონდა. კიდევ თუ ჩვენ თუმცა წვავე განცხადებები კეთებოდა მათი მხრიდან და სწორედ აი ამ კონტექსტში გითხებით. მოგეთ თავარი გამოწვევა რაც იყო ამ საკითხის, რომელიც არ აქვს კანადას, არ აქვს დიდ ბრიტანეთს, ამერიკას ხო თავისთავად არ აქვს, სადაც იქაც სიტყვა აგენტი გამოიყენება, მაგრამ ჩვენ გეოგრაფიულ კონტექსტში, ვინაიდან რუსეთმა გარკვეულწილად ამ კონტექსტში ცუდი დატვირთვა შესძინა, ადვილად ეს იარლიყი ადვილად მიაკრეს მთლიანად ამ დისკუსიას. გასაგებია და აქედან გამომდინარე ადვილად მოახდინეს ამ პროპაგანდისტული ნარატივით, მათ შორის აი ამ ასე ვთქვათ წუხილის გამოწვევა ჩვენ პარტნიორებში. თუმცა დაიცით რომ რამდენიმე ორგანიზაცია მომართეს კიდევაც უპასუხე მათ ასევე წერილობით, იქ საუბარი იყო ამაზე, მათ შორის ჩემ შეხვედრების დროს დიპლომატიური მისიაზე. საუბარი იყო იმაზე, რომ მნიშვნელოვანი არის, რომ დაცული იყოს ბალანსი ერთის მხრივ სახელმწიფოს უსაფრთხოების და გამჭვირვალობის ინტერესსა და
ასოციაციების უფლებებს შორის, ან გამოხატვის თავისუფლებას შორის. და სწორედ ის, რომ ჩვენ ამ პროექტებს გავაგზავნეთ კიდევაც ვენეციის კომისიაში, სწორედ ეს იყო ამის გარანტი, მათ შორის, რომ იქნებოდა ამაზე საექსპერტო დასკვნა, რომელიც პასუხს გაგვცემდა, სად იყო ის ზღვარი ან ბალანსი, ასე ვთქვათ, აი ამ ორ ინტერესს შორის. კიდევ ერთხელ, არავინ, არც ერთ უცხოურ ორგანიზაციას თუ სხვა წარმომადგენლებს, ვისაც ჰქონდა კონტაქტი, არავის არ უარყვია, რომ სახელმწიფოს უსაფრთხოება და მოქალაქის ინფორმირებულობა არის ლეგიტიმური ინტერესი, რომლისთვისაც შეიძლება მოთხოვნილი იქნას მათ შორის ამ სექტორის გამჭვირვალობა. აქ საუბარი იყო მხოლოდ იმაზე, სად არის ის ბალანსი, სადაც ეს ინტერესი ერთის მხრივ და მეორეს მხრივ არასამთავრობო ორგანიზაციების, ასე ვთქვათ, ფორმირების და მათი საქმიანობის ინტერესი იქნებოდა სულად უზრუნველყოფილი. ამიტომ ამისი აი ეს საკითხი თავისთავად ახლა უკვე გადაწყვეტილი არის, თუმცა ჩვენ ვართ ახლა პროცესში, რომელიც გულისხმობს 12 რეკომენდაციის შესრულებას. სწორედ ამასთან დაკავშირებით უნდა გითხოთ ბოლოს შეკითხვა, პრაქტიკულად დრო ამოიწურა. აქციის მონაწილეებმა გააჟღერეს ის, რომ აი ამ 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესს აუცილებლად აქტიურად მიადევნებენ, თვალს გააკონტროლებენ, ასეც ითქვა, მათ შორის ოპოზიციაც ამას ამბობს. როგორც წარმოგიდგენიათ აი ამ 12 რეკომენდაციაზე მუშაობა, მათ შორის ოპოზიციასთან, იმ პროცესების შემდეგ რა პროცესებიც იყო აყირავებული მაგიდების, კაბრეზის განცხადებები, რაც ამ დღეების განმავლობაში. იმ ოპოზიციის მხრიდან, რომელიც იყო ამ პროპაგანდისტული ნარატივის შედეგად ამ აქციების სულის ჩამდგმელი, ასე ვთქვათ, ან გამომწვევი, ამ ოპოზიციის მხრიდან არ ვიცი როგორ უნდა მოველოდოთ რაიმე მონაწილეობას 12 პუნქტის შესრულებაში, მათ ფაქტობრივად არაფერში არ მიუღიათ მონაწილეობა, იცით რომ ბოიკოტს უცხადებდნენ მთლიანად საპარლამენტო პროცესს და ბოლო ომბუდსმენის არჩევაშიც ნაწილმა ოპოზიციის ნაციონალურ მოძრაობამ და ლელომ არ მიიღეს მონაწილეობა, ახლა არ მისცეს ომბუდსმენს, ამით მე-12 პუნქტი მათ გარეშე არის განხორციელებული, თუმცა მათ გარეშეც და ოპოზიციის სხვა ნაწილის მონაწილეობით ჩვენ თითქმის ბოლოში ვართ გასული ამ რეკომენდაციების შესრულების, აი დღე-დღეზე მივიღებთ ვენეციის კომისიის დასკვნას დეოლიგარქიზაციის კანონზე და სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით და განვახლებთ ამაზე მუშაობას. სხვა მხრივ, სხვა პუნქტებში ძირითადად უკვე შესრულებული არის პირველი პუნქტი, რომელიც ეხება დეპოლარიზაციას. სწორედ ეს მაინტერესებს. ხო, ეს ის საკითხი არის, რომელიც ვერ გეტყვით. ხო, შეუსრულებადია ბევრი მიზეზის გამო, იმიტომ რომ სამწუხაროდ ამ რადიკალურ ნაწილს ოპოზიციისა არ საკმარისად არ ემიჯნება მათ შორის მათი დასავლელი პარტნიორები. ჩვენ ხედავთ IPP-ის მუდმივ მხარდაჭერას ნაციონალურ მოძრაობის მიმართ. ეხლა რომ აირჩიეს ახალი თავმჯდომარე, ნაციონალურ მოძრაობამ ულოცეს და ასე შემდეგ. ხო, ანუ რადიკალურ პარტიას, რომელიც არ მონაწილეობს რეკომენდაციების შესრულებაში, ბოიკოტირებს პარლამენტს, აწყობს აქციებს და ასე შემდეგ, ამ პარტიას უჭერენ მხარს, ანუ ვინ პარტია, რომელიც არის მთავარი გამღვივებელი პოლარიზაციის, მისი ევროპული, ასე ვთქვათ, დიდი ძმა მხარს უჭერს ყოველ ჯერზე, ამიტომ ამ პირობებში რა თქმა უნდა დეპოლარიზაცია შეუძლებელია. მანამ სადამ თავად ცალკეული ევროპული სტრუქტურები არ გააცნობიერებენ, რომ რადიკალიზაციის ხელშეწყობა საქართველოში არ შეიძლება, შეუძლებელი არის ამ დეპოლარიზაციის მიღწევა და კიდევ ერთხელ ჩვენი პრობლემა არ არის პოლარიზაცია. ჩვენზე უარის პოლარიზაცია არის ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნახეთ ბოლო არჩევნებში, საფრანგეთის არჩევნები ნახეთ და ნებისმიერი სხვა ქვეყნის არჩევნები ნახეთ. პოლარიზაცია კიდევ უფრო მეტი, ვინაიდან იქ არის საზოგადოების პოლარიზაცია მართლა, სადაც საზოგადოების ჯგუფები ერთმანეთში ვერ თანხმდებიან. ჩვენთან ასეთი პოლარიზაცია საზოგადოებაში არ არის. როგორც ვიტყვით, ევროპა მთელი საზოგადოება ერთად იკვრება. ვიტყვით, საქართველოს თლიანობა მთელი საქართველო ერთად იკვრება. არის ის თემები, რაც არის ძირითადი თემები, საზოგადოება მთლიანია. ჩვენთან პრობლემა პოლარიზაციაში არა, ჩვენთან პრობლემა არის რადიკალიზაციაში, ის რომ ჩვენ ყავს რადიკალური პოლიტიკური ჯგუფები, რომლებისთვისაც დემოკრატიული პროცესი მიუღებელია, მათ უნდათ ხელისუფლება ოღონდ ისე რომ არჩევნებზე არ გავიდნენ. მათ უნდათ ხალხის მხარდაჭერის გარეშე კონდეთ ქვეყნის მართვის სადავეები და ამას დემოკრატია არ გულისხმობს და რა თქმა უნდა აქ კომპრომისი შეუძლებელია. დემოკრატია ვერ წავა კომპრომისზე რადიკალიზმთან. მადლობა, ძალიან დიდი მადლობა, რომ იყავით ჩვენი გადაცემის სტუმარი. ასეთი იყო 11 მარტის აქტუალური შაბათი გემშვიდობებით. ერთი კვირით და ჩვენ გეტყვით აქვე იმას, რომ ჩვენ შეკითხვებს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი პასუხებდა. დროებით.